ჩვენ დავბრუნდით ჩვენ სტუდიაში სტუმრებთან ერთად, როგორც გითხარით, ოსკარის თემაზე უნდა ვისაუბროთ. მაშო სამადაშვილი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, როგორც გთხოვათ, თუმცა მეორე ნაწილი ხუმრობით. ბაჩო ოდიშარია, ბლოგერი, დიჯიტალ კალჩერის ერთ-ერთი ავტორი, მესვეტე. არიან ჩვენთან სტუმრად, ვსაუბრობთ ოსკარზე და მინდა გითხოთ, რამდენად შეესაბამებოდა, კი არა, რამდენად ახდა თქვენი მოლოდინები, თქვენი ხალხი ხართ, ვინც ესე ყოველწლიურად აკვირდებით ხოლმე და უყურებთ დაჯილდოების ცერემონიალებს, რა მოლოდინები გქონდათ და რამდენად გამართლა გუშინ ღამე? რა მოლოდინები მქონდა, ძირითადად ოსკარი იმით არის ცნობილი, რომ ძალიან პროგნოზირებადია და მოსაწყენის კი არის ხოლმე ამის გამო. ერთადერთი სადაც ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და სასიამოვნოდ არ გამართლდა, ეს იყო რეჟისორის კატეგორიაში ინარიტუს გამარჯვება და წლის ფილმად ბერდმენის აღიარება, რომელსაც ძალიან დიდი მოლოდინით ველოდი, მაგრამ მაინც მეგონა, რომ აკადემია ბოϊჰუდის სასარგებლოდ გადაწყვეტდა ამ ნომინაციაში გამარჯვებულს და ძალიან გამიხარდა მთელ სამეზობლოს ესმოდა ჩემი ყოველი დილაუთენია. ეს იყო ერთადერთი, რაც პრინციპში აი მოულოდნელი და გამიკვირდა. დანარჩენი ყველაფერი მეტნაკლებად ვიცოდი. ბაჭო, იყო რამითი გამორჩეული წლევანდელი ოსკარები? ალბათ სპიჩებით, რომელიც იყო უფრო მარგინალური ვიდრე იყო წინა წლებში. ამ ძირითადად ყოველთვის პოლიტკორექტულობა ძალიან დაცულია ხოლმე ოსკარებს, მაგრამ წელს რაღაც საოცრება მოხდა, ყველა გამომსვლელი თავის პრობლემაზე საუბრობდა. კომონი და ჯონ ლეჯენდი გამოვიდნენ შავკანიანების უფლებებზე ისაუბრეს. პატრისია არკეტი გამოვიდა ქალთა უფლებებზე ისაუბრა და სასაცილო იყო, იმიტომ რომ ყველა ხო ეს თავის ჭრილში ლაპარაკობდა რა, ამაზე ჯულიან მური ქალთა უფლებებზე ლაპარაკობდა, იმიტომ რომ ერთი ამბავი ეთქვა, როცა გაიგეს, რომ ბრედლი კუპერს უხდიან 15 მილიონს და ემი ადამს 10 მილიონს და 5 მილიონის სხვაობა და всё ქალთა უფლები დაიღვა რა. და უნდა გათანაბრდეს ქალთა უფლები და ამაში დაინახეს პრობლემა, რომ პატრისია არკეტი საუბრობდა ქალთა უფლებებზე იქიდან გამომდინარე, რომ 5 მილიონით ნაკლებს იღებს ემი ადამსი ვიდრე ბრედლი კუპერი და ეს უნდა გაათანაბრდეს რა. ისევ ყველა გამოვიდა თავის ჭრილში ჩაგვრაზე ილაპარაკა და ნუ საბოლოოდ ესეთი მიდგომით ხო ვერასდროს ვერ მოხდება ემანსიპაცია რა საკვირველია და ამ სასაცილო საყურებელი იყო რა, გამოდიოდნენ ეს პრივილეგირებული თეთრკანიანი ადამიანები და მოუწოდებდნენ ამ მილიარდობით აუდიტორიას იმისკენ, რომ ყოფილიყო დაცული ქალთა უფლებები, შავკანიანთა უფლებები და საბოლოოდ თვითონ წავიდნენ შემდეგ და დალევდნენ $10,000 შამპანურს და დაივიწყებდნენ ამ ყველაფერს. შენ როგორი გამოსვლები გინდოდა რომ ყოფილიყო, ელოდებოდი რამე განსაკუთრებულს რა გინდოდა? არ ველოდებოდი, უბრალოდ ეს წელს იყო რაღაც ყველა ერთი გამოსვლელს მეორე მოყვა და ისე აეწყო ეს სპიჩები რა. რაც იდეალურად გადაირნაწილეს რა როლები ვიღაც გამოვიდა, Imitation Game-ის სცენარისტი გამოვიდა, გეი უფლებებზე ილაპარაკა, ჯულიან მური გამოვიდა, თუმცა სპიჩები პრინციპში საინტერესოა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ველოდები ხოლმე ვინ, ანუ რამეზე გააკეთებენ აქცენტს თუ უბრალოდ რაღაც ვარსკვლავისთვის დამახასიათებელი რაღაცა. მადლობებით შემოითარგმნებიან. წინვალებით გამოვიდნენ და მხოლოდ მადლობას იტყვიან. ჩემს ყველაზე კაი რაც გაჟღერდა ოსკარზე იყო ბოლოს შონ პენი რო გამოვიდა და who gave this bitches a green card როცა თქვა Birdman-ის გადამღებ ჯგუფს. ერთადერთი რაღაც ფორაზეს რეალურად გამეცინა, იმიტომ რომ რაღაც არ იყო ისეთი ხუმრობა, რომელიც მანამდე იმენა დაждდენ და ბაჭო, ჩვენ მაყურებელს მისთვის გასაგებ, ანუ ისეთი ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე, რომელიც არ არის ჩასაფრებული. არ ჩასაფრებული. ოსკარს დაუხსნა ეს ხუმრობა, რატო იყო ესეთი საინტერესო? ანუ მანამდე რაც იყო რა ხუმრობა, ნილ პატრიკ ჰარისმა გახსნა პირველი ხუმრობა, რაც იყო რომ მოგესალმოთ ყველაზე თეთრკანიან ოსკარზეო, ამაზეც დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, იმიტომ რომ თავარ ნომინაციებში ყველა თეთრკანიანი ნომინანტი იყო, ანუ რატო დაინახეს ამაში პრობლემა არ ვიცი, რეალურად არ იყო კარგი პერფორმანსი, სელმა იყო, რაზეც ატყდა მთლიანობა, სელმა არ იყო კარგი ფილმი, რეალურად თუ კი გასაგებია რომ იყო მნიშვნელოვან საკითხზე, კი მარტინ ლუთერ კინგმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამერიკის თანამედროვე ისტორიის ჩამოყალიბებაში და უკეთესობისკენ გარდაქმნისთვის, მაგრამ ფილმი იყო რეალურად ცუდი. დევიდ ოიელო კი კარგად ითამაშა, მაგრამ რეალურად უკეთეს კონკურენტები ყავდა და ნუ ბრედლი კუპერის მაგალითად შეიძლებოდა მის ჩანაცვლება, მაგრამ ესეც გასაგებია კონსერვატორული შეხედულებების გამო, რომელიც ძირთად გააჩნია აკადემიის წევრებს, რომლებიც ხმას აძლევენ ოსკარებზე. ხო და პირველი ხუმრობაც რომერო იყო ეს რომ დაიწყო იმითი რომ ეს თეთრკანიანი ოსკარები მოგესალმებით, შემდეგ აგრძელდა ისევ ამ პოლიტიკურ საკითხზე ხუმრობა, რომ
წელევანდელი ოსკარები რატომღაც არის ქსენოფობური, თუმცა მე ვერ ჩავთვალეს მექსიკელმა რეჟისორმა აიღო ოსკარი. და ბოლოს იყო ერთად ყველა ხუმრობას ჰქონდა ისეთი შეგრძნება, რომ იყო ძალიან არაორგანული. და დიდი ხანი რო დაარჩენდა, აი ამაზე ვინმე ხო არ გამოგვედავება და ნეტა რომელიმე ენჯეო ხო არ გამოგვივარდება და ამაზე რამ შეურაცხყოფას ხო არ მოგვაგანებს და ხო არ ჩათვლიან რომ ვინმეს უფლებები არ დავიცავით. და ბოლოს გამოვიდა შონპენი და ჯიგულად რაც წაიკითხა პირველი რაც მოვაფიქრე თქვა ეგ რა. რაღაც ისეთი იყო. აუთენტურობის განცდა დამეუფლა პირველად 3 საათის განმავლობაში რაც უყურე ოსკარს. მაშა უნდა კითხო თემატიკასთან დაკავშირებით, ანუ წლევანდელი ოსკარის ფილმების თემატიკამ რამდენად განსაზღვრა შენი აზრით, მათი წარმატება და რა იყო ზოგადად თემები, რა თემები იყო ოსკარზე? უნდა ითქვას, რომ პრინციპში განსხვავებულ თემატიკაზე იყო, რაც საინტერესო იყო. ეხლა ვერ ვიტყვი, რომ აბსოლუტურად ყველა ნომინანტი ფილმი მაქვს ნანახი, ნამდვილად არა, უბრალოდ ძალიან საინტერესოა, როცა შეიძლება ნახო ბერდმენისნაირი პრინციპში მოუყვე, ანუ სინოფსისი როგორ უნდა მოუყვე, ძალიან მიჭირს ხოლმე ბერდმენზე ლაპარაკი. ამ დროს ოჯახური დრამა და ბიჭის ცხოვრება ბოიჰუდიდან, ბავშვობა, მგონი ესეა თარგმნილი ქართულად. ამ დროს უცბად ვეს ანდერსონის ჩემი ფავორიტი ფილმი, გრანდ ბუდაპეშტ ოტელი, რომელიც სრულიად სხვაგან მიყავხარ. და მე ვარ ედი რედმეინის გულშემატკივრებიდან და აბსოლუტურად ბედნიერი ვარ იმით, რაც მოხდა და მგონია, რომ საერთოდ კი ერთიან ბიოგრაფიულ ფილმებს და მე მესმის რომ ეს არ არის რაღაცა განსაკუთრებული კინო და საავტორო და ამ შემდეგ, მაგრამ მეცნიერების წამოწევა ასეთი პოპულარული გზით მე მიმაჩნია ძალიან სწორ ნაბიჯად, იმიტომ რომ მაგალითად სულ მახსენდება კრონენბერგის ფილმი კარლ გუსტავ იუნგზე, დარწმუნებული ვარ მილიონობით ადამიანმა გაიგო იუნგის შესახებ ამ ფილმის მერე. ამიტომ რა თქმა უნდა იყო განსხვავებული, რა თქმა უნდა ხარისხითაც განსხვავდებოდა ეს ფილმები და ზუსტად ამიტომაც არის საინტერესო. ეს ხო პრინციპში ერთი ესეთი გლამურული ზეიმია, რომელზეც ყველა ვერთობით, ეხლა ვინმე სერიოზულად უყურებდეს ოსკარს და ცხოვრებას ამაზე აწყობდეს, არ მგონია. თუ დრო დაგვრჩება გლამურზე ვისაუბროთ, თუმცა მანამდე უნდა გკითხოთ აუცილებლად ქართულ დელეგაციაზე, ოსკარზე. პრინციპში ბოლო დღეების განმავლობაში მე მგონი Facebook-ზე ეს იყო ერთ-ერთი მთავარი სახუმარო თემა, დაწყებული ბილეთების და პასპორტის დაკარგვიდან დამთავრებული არ ვიცი რითი ჩაძინებით ალბათ. და პრინციპში არ მაინტერესებს თვითონ ამბები, მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ხუმრობები მსახიობებთან დაკავშირებით რამდენად კორექტულია? გვაქვს თუ, იმიტომ რომ Facebook-ზე გაიყო ხო აზრიორად ერთი ნაწილი ძალიან გახარებული ხუმრობს ქართველების დელეგაციაზე, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ღმერთო ჩემო რა მოგივიდეთ, რანაირად იქცევით. როგორი უნდა გქონდეს ჩვენ პოზიცია, როგორ უნდა ვადევნოთ თვალი, რა განწყობით ქართულ დელეგაციას ლოს-ანჯელესში? აი, ეგ არის კინო ჩემი აზრით, რაც ხდება, მაგრამ საერთოდ მე ვცდილობ ხოლმე, როდესაც რამე რაღაცა მოვლენა ხდება, მაინც და მაინც არ მიუდგე ცინიკურად და სკეპტიკურად, იმიტომ რომ ძალიან კეთილშობილი ვარ. არა, უბრალოდ არ მინდება ხოლმე, რა, არც იმაზე გამცინებია, რომ მიშამეხს პასპორტი დაეკარგა და არც იმაზე, რომ დროულად ვერ ჩავიდნენ და თოვდა, ჩემი და იჯდა იმ აეროპორტში და მეც ვიჯექი და დავდობდი. ანუ მაგამბებზე არ გამეცინა. ხა ფეხსაცმელების დაკარგვაზე ბოლოს მეც გამეცინა, მაგრამ არც ერთი პოსტი ამ თემასთან დაკავშირებით Facebook-ზე არ დამიწერა და დისკუსიებში ზედად არ შევსულა, იმიტომ რომ თავისთავად მე არ მომწონს მანდარინები როგორც ფილმი, მე ბევრისგან განსხვავებით ის მაშინ ვნახე, როცა კინოში გამოვიდა, იმიტომ რომ ყველა ქართულ ფილმს ასე ვნახულობ და ძალიან გულშემატკივრობ. რა თქმა უნდა, არ მომწონს და ბევრი პრეტენზია მაქვს, მაგრამ ფაქტად ის, რომ რაღაცნაირად ჩვენი დელეგაცია იქ წავიდა და ცოტათი მაინც გამოჩნდა, ძალიან მინიმალურად, მაგრამ მაინც რა ვიცი, სასიხარულო მოვლენად მიმაჩნიათ, რომ ეს ხუმრობა ყველაფერზე შეიძლება. მინარიტუდან დაწყებული ზაზაურშიც დამთავრებული. ბაჩო. მე ყველაფერზე მეცინებოდა. რაც დაიწყო საერთოდ მაგ თემაზე საუბარი. ჯერ ნომინაციაზეც მეცინებოდა, მე ნუ ამათ რეაქციებზე საერთოდ მეცინებოდა. იმ აქცენტებზე, რომელსაც სვავდნენ და რა მოთხოვნებსაც აყენებდნენ, თუნდაც კულტურის სამინისტროს ან საზოგადოების მიმართ, ესეც ჩემს ძალიან სასაცილო იყო. რა მე ვფიქრობ, რომ მე არ ვთვლი, რომ ეს იყო რაღაც გამარჯვება ქართული კინოსი, მანდარინების ნომინაცია, პირველ რიგში, იმიტომ რომ ვინც არ იცნობს საქართველოს და არ იცნობს ქართულ კინოს, ის მანდარინებს ვერ გაიცნობს, ვერც საქართველოს, ვერც ქართულ კინოს, პირველ რიგში, იმიტომ რომ როცა გადახევს ხორონოვან ფილმების კატეგორიას, ნახავს, რომ მანდარინები არის ესტონური ფილმი და იქ არსად არის ნახსენები საქართველოს. მეორეც ერთი, მე არ ვთვლი, რომ მანდარინები არის საუკეთესო, რომელიც შეიძლება წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყანა და რაღაც მე რო სიტყვას დასავლეთში ვიღაცას გინდა რომ გააცნო ქართული კინო, უნდა აჩვენო მანდარინები. მე მგონია რომ პირიქით არ უნდა აჩვენო. იმდენად არასწორად
იყო განხილული ის გეოპოლიტიკური მოვლენები, რომლის ფილმში არის ასახული. რეალურად ესე მეორე მხრიდან რო შევხედოთ, რამდენად ქონდა შანსი ესე ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ მანდარინებს, რომ გასულიყო უცხოენოვანი მათემატიკის ელემენტარული წესის გამო 100-დან 5 ნომინანტია და 20, მაგრამ მე სხვათა შორის მთელი ეს დღეები ვფიქრობ, ალბათ პატრიოტიზმი მოითხოვს თქო რომ გულშემატკივრობდე, მაგრამ არ გულშემატკივრობდი მარტივი მიზეზის გამო. გამარჯვება უნდა იყოს დამსახურებული და სამართლიანი. სამართლიანი ხა ეს ძალიან ისეთი შედარებითი კატეგორიაა, მაგრამ მაინც, ანუ რო აიღო თქო მანდარინებს და ოსკარით დაბრუნებული იყვნენ, ეს არ იქნებოდა, ის არ ჯობია, ჩემი აზრით, იდას მაგალითად. და საერთოდაც მეც აი ბაჩოს ვეთანხმები სრული და რაღაცნაირად არასწორი კუთხით წარმოგვაჩენს ეს პრობლემა, ნამდვილად აქვს მანდარინებს და დიდი იმედი მაქვს, რომ თუ კი ოსკარს აიღებს ქართული ფილმი და როდესმე ეს მოხდება, ეს იქნება ძალიან წელგამართული და კარგად გადაღებული ფილმი. მე მგონია რომ საერთოდ ანუ არც მანდარინები და არც ლევიათანი არ იქნებოდა განხილვის საგანი, რო არ ყოფილიყო ყირიმის ამბები და რუსეთზე დაწესებული სანქციები, ასეთი მნიშვნელოვანი განხილვის თემა და არ ყოფილიყო ამდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი ლევიათანის და მანდარინების იმ ორი ფილმისაც, რომელშიც პირდაპირ მიდის რუსეთის კრიტიკა, არ სავარაუდო არ ვიცი. გამოვრიცხავ რომ ნომინირებული ყოფილიყო, მაგრამ თუ იქნებოდა ნომინირებული, იმაზე სავარაუდოდ არავინ არ ისაუბრებდა, რომ შეიძლება რამე გამარჯვების შანსი ქონოდა. ანუ მე ოსკარში დარწმუნებული ვიყავი, რომ ლევიათანს არ მიცემდნენ, მაგრამ ანუ დასაშვები იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ლევიათანს ოსკარი იქნებოდა უბრალოდ მხოლოდ იმისთვის მიცემული, რომ ამითი კიდევ ერთხელ ხაზი გაესვათ იმას, რომ წაიხალისებინათ ანტირუსული პოლიტიკა. რა თქმა უნდა. ანუ აქ არ იქნებოდა როგორც კინოს პატივის მიგება, ეს იქნებოდა უბრალოდ დაგმობა რუსეთის თანამედროვე პოლიტიკას. თუმცა ისევ მანდარინებზე მინდა გკითხოთ, ერთგვარად მე მეჩვენება, რომ ცოტა გადაჭარბებული მოლოდინები შეიძლება გააჩინოს მისმა ოსკარზე ნომინირებამ და სხვადასხვა ესეთ გრანდიოზულ დაჯილდოების ცერემონიალებზე. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ მიჩვეული ქართული პროდუქციის მართალია მანდარინები არ არის, ანუ კოპროდუქციაა, მაგრამ მაინც როგორ ფიქრობთ, ამის შემდეგ თუნდაც ზაზა ურუშაძის მომდევნო ფილმი იქნება უფრო ადვილად საწარმოებელი თუ არა, ან ქართული კინო, ბაჩომ პრინციპში თქვა, რომ ქართულ კინოზე ამ ფილმით დიდად ვერ შეიქმნი წარმოდგენას, მაგრამ ინტერესი ქართული ფილმების მიმართ, ამ მსახიობების მიმართ იქნება თუ არა უფრო დიდი, თუ ეს უბრალოდ ერთი გაძრომა იყო ოსკარებზე და всё მეტი არაფერი. იმის გამო რომ ქართული ფილმის მერე მოგეხსენებათ, ხო 97 წელს იყო პირველი ქართული ფილმი ნომინირებული ოსკარზე, მაინც და მაინც დიდი წარმატებები არ ქონია ქართულ კინოს და აი ამ ხელშუალედი აქვს. მე არ ვიცი, ხა ესე მსჯელობას შორიდან მე არ ვიცი რა შეთავაზებები მიიღო, იქ თქვა რეჟისორმა მიიღო თუ არა. ჯერ არაფერი არ ვიცით პრინციპში და ცოტა ზედაპირული იქნება ჩემი მსჯელობა, მაგრამ მე მგონია რომ სანამ კინოში არ ჩაიდება მეტი ფული, არ დაიწერება უკეთესი სცენარები და არ გამოვალთ რაღაცა ვერავაკული ნარკოტიკების მომხმარებელი ბიჭების ცხოვრებაზე გადაღებული ფილმები და ჩვენ აი მართლა აი გოგონა სლაიდიდან დაწყებული რაღაც მანდარინები დამთავრდა, რომ ყველანაირი ფილმი მაქვს და სულ არის სცენარის პრობლემა, სათქმელის პრობლემა, რაღაცა კარგი მსახიობის პრობლემა ყოველწლიურად, მაგრამ მაინც და მგონია რომ ხა ეს ოსკარზე წარდგენა არაფერს არ შეცვლის, უბრალოდ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს როგორც მთელი კულტურის სფეროში, ისე კინოშიც. ბაჩო, შენ რას ფიქრობ? მაქსიმუმი რაც შეიძლება მოხდეს 13-ზე როგორც მოხდა, შეიძლება გამოვიდეს, ვინც ძალიან მოეწონა და გადააღებინოს რიმეიკი და შემდეგ მოხდება ზაზა ურუშაძის სახელი. ზოგადად კინოს ქართული იქნება, ნუ სავარაუდოდ ქართულში არ მოკვდება, მაგრამ ნუ აღარავის აღარ გაახსენდება ეს სახელი. ჩემი ვარაუდი ასეთია. ყველაზე ისეთი ფილმები, რომელიც წარდგენილი იყო ოსკარზე, რომელიც თქვენ მოგეწონათ, რომელიც ფიქრობთ, რომ ნამდვილად უნდა ყოფილიყო ოსკარზე, რომელი იყო ეს? არა, იყო. უბრალოდ რომელი იყო ასეთი ფილმები? თქვენი რეკომენდაცია რომ იცით მაყურებელს რა არის ამ ოსკარებიდან სანახავი? ნუ ანუ ოსკარებზე რაც იყო წარდგენილი ჩემი ბერდმენი იყო წელს ნომინირებულ თავარ ნომინაციაში ნომინირებულ ფილმებს შორის ყველაზე კარგი, მიუხედავად რომ ბოიჰუდი ძალიან მომეწონა და არც ერთის გამარჯვება მეწყინებოდა და არც მეორის, მაგრამ მე უფრო მეტად მომეწონა ის ფილმები, რომელიც არ იყო ნომინირებული და რომელიც დატოვეს ნომინაციის გარეშე და ნუ რა თქმა უნდა თავის მიზეზები აქვს. რომელია ესეთი რამდენიმე შეგიძლია დაგვისახელო? Nightcrawler-ი არის ერთი ფილმი, რომელიც იმდენად
აკრიტიკებდა ამერიკულ იდეალებს, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ალბათ აკადემიის მხრიდან ამ ფილმის ნომინირება და თლად რომ ესე იგნორირებული არ გაეხადათ მით ეს სცენარში, რომელშიც რასაკვირველი არავინ არ მოელოდა, რომ ოსკარს მიიღებდა Nightcrawler-ი. წელს აგრეთვე ძალიან კარგი ფილმი იყო. ანიმაციაზე ანიმაციამდე შევხვდა მან ჩანს ჩემს ყველაზე კარგად როგორ ამდენ მარგინალური არის 6000-ზე მეტ კაციანი ხმის მიმცემთა ჯგუფი აკადემიის, როცა წლის აშკარად ყველაზე კარგი მულტფილმი ლეგო დატოვეს ნომინაციის გარეშე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ფილმში იყო სოციალისტური მესიჯები და ანტიკაპიტალიზმის კრიტიკა. და რეალურად მხოლოდ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ფილმი დარჩენილიყო ნომინაციის გარეშე, იმიტომ რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა იმისა, რის გამოც შეიძლებოდა ეს ფილმი ყოფილიყო ნომინირებული. ეს იქნებოდა სანახაობა, იქნებოდა იუმორისტული მხარე, იქნებოდა დამრიგებლური ტონი ბავშვებისთვის, რაც ესე ძალიან უყვართ კონსერვატორებს და ყველაფერს აკმაყოფილებდა, უბრალოდ არ მოხვდა მათთვის დამაკმაყოფილებელ რიტორიკაში, რომელიც გააჩნდა ამ ფილმს და რომელიც იყო ეს კაპიტალისტური იდეალების ნგრევა. მაშო შენ ხო არ გინდა რამის დამატება? მეც ბერდმენზე ვეთანხმები, ჩემი ფავორიტი იყო და ასევე Grand Budapest Hotel-ი, იმიტომ რომ მე მგონია რომ მართლა მნიშვნელოვანი გამორჩეული ფილმი იყო და ვერანაირად ვერ შეედავები, რომ ესე იგი ოსკარის რაღაცა ზედაპირული ფილმების სიაში შეიძლება ჩაიწეროს. ეს ორი დანარჩენი როგორც წესი კარგი ფილმები ვერ ხვდება ხოლმე ოსკარზე, ხა ეს უკვე ტრადიცია. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესე აქტიურად ადევნებთ ამ ყველაფერს თვალყურს და მე თქვენს მეგობრებს, არა მარტო ვთქვათ იმათ, ვინც ვისთანაც ახლო ურთიერთობა გაქვთ Facebook მეგობრებსაც უზიარებთ თქვენს გამოცდილებაში, თავბრჭდილებებს და მე ამაზე ისეთი აქტიური განხილვა ხდება ხოლმე. პირველი მე როგორც კი დილით გავიღვიძე და ოსკარის ამბავი მაინტერესებდა სამწუხაროდ ვერ ვნახე. პირველი მაშოს პოსტი შევხვდა და უკვე ვიცოდი რა მოხდა მთელი ოსკარის ცერემონიაზე. ასე რომ დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ. ბაჩო ოდიშარია და მაშო სამადაშვილი იყვნენ ჩვენთან სტუმრად. პრინციპში ბაჩოს სტატიას ალბათ უნდა დაველოდოთ. წინ გვექნება Digital Culture-ი, ესე ქვია იმ ონლაინ რესურს, რომელზეც ბაჩო წერს. მაშოს სტატუსები პრინციპში Facebook-ზე შეგიძლიათ ნახოთ. დიდი მადლობა ჩვენ საუბრობდით ოსკარზე.